რა გაქვთ მიქანაძეზე ვიზვის და თქვენ სათქმელი. მოდი დაუბრუნდეთ ახლა დაუბრუნდეთ. ნაცებთან ერთად კოალიციაში ხართ თქვენ. ძინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის შემწყნარებლობით. და გითხეთ მიქანაძეს რატო გავაგდე? რატო გავაგდე? ესეთ კითხვები არ გამისვათ, თორე მე თორე რა იქნება? თორე არ დაუსვათ კითხვები, თორე ნუ გამომიყვანთ აკადემიური სტილიდან. წულუკიანის კომისიის ხდომაზე გიორგი გახარიას მეტი დეტალი აღარ უთქვამს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არ გაამხილა, რატომ გაათავისუფლა ქართული ოცნების მოქმედი განათლების მინისტრი წლების წინ პოლიციის აკადემიის რექტორობიდან. შაბათის ეთერისთვის კი ცნობილი გახდა, რომ გივი მიქანაძის პოსტიდან მოხსნას წინ დიდი სკანდალი უძღოდა. რექტორი პოლიციელებისთვის განკუთვნილ სივრცეს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ელიტას უთმობდა. საუბარია აი ამ ტერიტორიაზე, პოლიციის აკადემიის შიდა ეზოში არსებულ აუზზე, სადაც განსაწვირთად ქართული ოცნების წევრები დადიოდნენ. პრივილეგირებულ თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის აუზს კეიტავდა. პოლიცია ვერ ვარჯიშობდა თავისთავად, ხო არა, ეს აუზი არის პოლიციის მომზადებისთვის, მათ შორის ფიზიკური მომზადებისთვის. ამის ნაცვლად პირიქით გამოიყენებოდა რაღაცა ელიტური ოჯახებისთვის სიამოვნების მისაღებად. ეს ამბავი 2018 წელს მოხდა. ტერიტორია, რომელიც დახურული ტიპის ობიექტად ითვლება და სადაც მკაცრი შეზღუდვები და კონტროლია დაწესებული, გივი მიქანაძე VIP სტუმრებს უშვებდა. ამის გამო კი სპეციალურად პოლიციელებისთვის შექმნილი სივრცე პოლიციელებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო. და აუზი, რომელიც წესით სამართალდამცველებს უნდა გამოეყენებინათ, იკეტებოდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები ცურავდნენ. იმ პერიოდში ეკრძალებოდა პოლიციელებს იქ შესვლა და თუ ვინმე აუზში იყო, უბრალოდ ყრიდნენ იქიდან. ვინ დადიოდა აუზზე? შეგიძლიათ ამისახელოთ თუ მაშინდელი ლიდერები. რამოდენიმე ირაკლი კობახიძე? შესაძლებელია ირაკლი კობახიძეც ყოფილიყო, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის საამებლად ის ძალიან ბევრ რამეს გააკეთებდა. რექტორის თანამდებობას მიქანაძე 2 წელი იკავებდა. გახარიას თანაგუნდელების მონაყოლით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის აუზის მომხმარებელთა სიაში იყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის მოთხოვნის გამოც მიქანაძე პოლიციელების სავარჯიშო და გამაჯანსაღებელ დარბაზს პოლიციელებს უხურავდა, რომ კობახიძეს მარტო ან თანხმლებ პირებთან ერთად ეცურა. როგორ წარმოგიდგენიათ ეხა მაგალითად სხვა აუზზე ვინმე დაკეტეს ადამიანებს, ვინც აუზში იქნებოდნენ, კერძო აუზზე მაგალითად ვაკის აუზზე ან არ ვიცი, სხვა აუზებზე თუნდაც საბურთალოზეც ბევრი არის, ვინმე ეტყოდა ეხა აუზში მყოფ ადამიანს, რომ ეხა ამოდი ჩქარა, ეს უნდა ჩავიდესო, კობახიძეო, შიგნით? ამას ხო არავინ არ გააკეთებს. ეტყვიან პოლიციელებს ამოდი, ისინი ამოდიოდნენ. ეხა იქ ვიღაცა რო ცურავს, ამოგიტრიალდება და ერთი შენისო და იმის ზემოდან კობახიძისო შემოგაძახებს და გააგრძელებს ცურვას. სამარცხვინო ფაქტი ის არის, რომ ამ ადამიანებს უნდათ ეს კომფორტი და ეს კაცი როგორც ჩანს ამ კომფორტს უქმნიდა და გახარიამაც ზუსტად მაგის ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ უბრალოდ ადგა და გააგდო. თბილისში არაერთი საცურაო აუზია, მათ შორის ოლიმპიური სტანდარტების. თუმცა პოლიციის აკადემიის აუზი დაცული ობიექტია და უცხო პირები აქ ფიზიკურად ვერ მოხვდებიან. ჩვენი ჩაწერილი ინტერვიუები აჩენს მოსაზრებას, რომ კობახიძე ამ ტერიტორიას სწორედ პრივატულობის გამო ირჩევდა. აქ გარეშე პირების მოხვედრის შანსი ნული იყო. ამ ბრალდებების მოსმენის შემდეგ ახლა ჩვენი მიზანია გივი მიქანაძესთან გადავამოწმოთ, რას ემსხვერპლა მისი თანამდებობა. პოლიციის აკადემიაში არსებულ აუზს უთმობდით თურმე ქართული ოცნების წევრებს. ეს ინტერვიუ გივი მიქანაძესთან პარასკევს დილით იმ დროს ჩავწერეთ, როცა ახალ სამსახურში განათლების სამინისტროში მიდიოდა. ჩვენ მასთან იმის საკითხავად მივედით, ნამდვილად იყო თუ არა პოლიტიკოსებისთვის ხელმისაწვდომი პოლიციელების სავარჯიშოდ და განსაწვირთად აშენებული აუზი. ისარგებლეთ იმის ჭოღრებით და სიცრუით გაქცეული პოლიტიკანის და ყავით კი ბატონო. მოდიოდნენ ქართული ოცნების წევრები. კობახიძე მოსულა პოლიციის აკადემიაში, ბატონო გივი. კობახიძე მოვიდა პოლიციის აკადემიაში, რომ ჩაეტარებინა საჯარო ლექცია როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. ამას გიდასტურებთ. ეს იყო 2016 წლის დეკემბერი. ამიტომ აი ესეთ ოჯახის წევრებთან ერთად არ მოსულა ბატონო გივი, ხო?
დავამთავრეთ. იმდენად არასერიოზული. გავიგე რასაც ამბობთ. იმდენად. ოჯახის წევრებთან ერთად ოჯახის წევრები. დაგითმიათ მისთვის. კიდე ერთხელ გეუბნებით. მე ვამოწმებ მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც გახარიას გახარიას გუნდში რა მოგაწოდეს, საერთოდ არ მაინტერესებს. ესეთ არასერიოზულ ხალხთან, გაქცეულ ხალხთან, შიშარა ხალხთან მე საერთოდ მაგათ ნაბუდვარზე ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მეტი არაფერი არ შემიძლია. მიქანაძე ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ის კობახიძემ გადაიყვანა პარლამენტში, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამუშაოდ. რატომ წამოხვედით აბა პოლიციის აკადემიიდან? იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შემომთავაზა რომ გადავსულიყავი აპარატის უფროსად. ჯერს ერთი ეს იყო ძალიან სერიოზული დაწინაურება, მეორეც ერთი საპასუხისმგებლო თემა და შესაბამისად მე მივიღე გადაწყვეტილება რომ გადავსულიყავი. გახარიას პარტიაშიც ამას ამტკიცებენ, რომ პოსტიდან აუზის სკანდალის გამო გათავისუფლებული მიქანაძე პარლამენტში სამუშაოდ ირაკლი კობახიძემ გადაიყვანა, რადგან პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობა პოლიციელებისთვის განკუთვნილი აუზის კობახიძისთვის დაკეტვას შეეწირა. ალბათ მე კობახიძემ მიხედა რა ხანის გამო გააკეთეს. რა ვიცით აუზზე, რომლითაც გახარიას გუნდის მტკიცებით პოლიციელების გარდა ქართული ოცნების ლიდერები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ. ეს აუზი იმ დროს აშენდა, როცა პოლიციის აკადემიას ხატია დეკანოვიძე ხელმძღვანელობდა. ყოფილი რექტორი გვიყვება, რომ თანამედროვე სტანდარტების აუზი თავიდანვე მხოლოდ პოლიციელებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის იყო გათვალისწინებული. შინაგანა წესით, რექტორის ბრძანების გარეშე იქ უცხო პირის შესვლა აკრძალული იყო. პოლიციის აკადემიის ტერიტორია იყო გასაიდუმლოებული ტერიტორია და ვერავინ უცხო ვერ შემოვიდა და სპეციალური საშვის გარეშე საშვის დაშვება შეეძლო რექტორს და მოადგილეებს და ადმინისტრაციის უფროსს, ანუ ძალიან ესეთი მკაცრად გაწერილი იყო ეს ყველაფერი და ინფრასტრუქტურის სარგებლობა ეს იყო მხოლოდ მკაცრად პოლიციელებისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. იქ ვერავინ უცხო ჩემს გარეშე და ჩემი მოადგილეების გარეშე უბრალოდ ვერ შემოვიდოდა. ხატია დეკანოვიძის მონაყოლს გვიდასტურებენ პოლიციის აკადემიის თანამშრომლები. ჩვენ აქ გმირი კურსანტების ქუჩაზე იმის გადასამოწმებლად მივედით. შეუძლიათ თუ არა გარეშე პირებს აუზით სარგებლობა. უსაფრთხოების სამსახურმა გვითხრა, რომ ეს დახურული ტიპის ობიექტია და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და კურსის მსმენელები სარგებლობენ. ქართული ოცნების წევრები გასარუჯოდ აქ მოდიან ხოლმე. ოცნების წევრები გაშუაშია პოლიციის აკადემია რანაირ. ანუ პოლიციის აკადემიის არის ეს აუზი მხოლოდ. დიახ, აბა რა თქმა უნდა. კარგი, დახურულია თუ ღია ტიპის აუზი, ეს მაინც მითხარით? დახურული აუზია ხალხო, შეუძლებელი აუზი. ვერ მიიღებენ? სად უნდა მიიღონ, ვინ უნდა მიიღოს ხუჩი რა. ქართული ოცნების წევრები დადიოდნენ თუ არა აქ იმ პერიოდში, როდესაც მიქანაძე იყო რექტორი. აი ამ საკითხზე მინდა გავესაუბრო ვინმეს. თქვენ მესმის რომ ვერ გექნებათ, იმიტომ რომ ახალი დაწყებული გაქვთ მუშაობა. ვის შეიძლება გავესაუბრო? აი ძველი თანამშრომელი არის აქ ვინმე, ვისაც ამ საკითხზე შეკითხვებს დაუსვა? მაგ საკითხზე ვერ გიპასუხებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს შაბათის ეთერმა შეკითხვები გადაუხსოვნა. ჩვენ გვაინტერესებდა, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია, რომელიც კრძალავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურის არამიზნობრივ გამოყენებას. განსაზღვრულია თუ არა ვინ სარგებლობს აკადემიის აუზით და აღირიცხება თუ არა პოლიციის აკადემიაში შემსვლელთა შესახებ ინფორმაცია. თუმცა პასუხი გელაძის უწყებიდან ამ დრომდე არ მიგვიღია. საჯარო წყაროებში ჩვენ ვერ ვიპოვეთ მიქანაძის ვერც ერთი ინტერვიუ გახარიასთან დაკავშირებით. არ ვიცით, იყო თუ არა სხვა რაიმე კონფლიქტი იმ დროს, როცა ერთ გუნდში მოიაზრებოდნენ. აუზის სკანდალის შემდეგ უცნობია, როგორ გაგრძელდა ექს-ძალოვანისა და ექს-რექტორის ურთიერთობა. ფაქტია, კობახიძემის დაიცვა და პოლიტიკაში გაუყვალა გზა. გივი მიქანაძე, ქართული ოცნების ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური წარსულით. რამდენად ყალბია ხო თუნდაც ეს კომისია. ხო საკუთარ ამორჩეულს ეუბნებიან, რომ მე ეს კომისია შევქმნი, რომ ნაცები გავასამართლო და ამასობაში, რა ვიცი, მიქანაძე, რომელიც ციხის ბუნტის დროს და კარგად გახსოვს თქვენ ეს ციხის ბუნტის დროს თავად იყო საშიშროების კურატორი მინისტრის მოადგილე, დაწინაურებული ყავთ. ეხლა კიდევ დააწინაურეს კომისიაზე ყავდა დაბარებული აბსოლუტურად სხვა სისულელეზე და ციხის ბუნტთან დაკავშირებით ერთი კითხვა არ დაუსვამთ.
მიქანაძის წარსული განხილვისაგანი რამდენიმე თვის წინ გახდა. მაშინ ქართული ოცნების წევრმა არ უარყო, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის დროს. თუმცა ამტკიცებდა, რომ ადეიშვილის პერიოდში უწყებაში აღარ ყოფილა. საჯარო წყაროების მიხედვით მიქანაძე საჯარო სამსახურში მინისტრის მოადგილედ 2005 წელს დასაქმდა. 2008 წლამდე კი შეიცვალა სულ მცირე 4 მინისტრი. ამ მოცემულობის ჭალებში ქართულ ოცნება ჩემთვის არის ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია. პირდაპირ მნიშვნელობით, ამიტომ ქოცებო თქვენ აცებო ეს არის ზუსტად აი ზედ გამოჭრილი სლოგანი დღევანდელ მოცემულობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი ქართული ოცნების საგამოძიებო სამსახურებს გასული წლიდან სწავს დაიწყონ გამოძიება ციხეების ყოფილი კურატორის გივი მიქანაძის წინააღმდეგ. მოთხოვნის საფუძვლად ოპოზიციონერ პოლიტიკოს ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტი მოყავს. 2006 წლის 27 მარტს სასჯელ აღსრულების მეხუთე დაწესებულებაში მომხდარი ეგრეთ წოდებული ბუნტის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. მიქანაძე იმ მომენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ანუ მისი უშუალო საკურატორო სფერო ციხეები იყო. სწორედ ამიტომ გახარიას თანაგუნდელს გონია, რომ მიქანაძესთან იყო შეთანხმებული ყველა გადაწყვეტილება. თუ საჭიროება არის, მე აბსოლუტურად შესაბამისი ორგანოების მიმართ თავისუფლად შემიძლია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. თუმცა ყველა ინფორმაცია ცნობილია და თქვენ თავს დაუსვით კითხვა. სად იყავით ციხის ბუნტის დროს? ციხის ბუნტის დაწყების დღეს მე ვიყავი მივლინებაში, დაუბრუნდი გვიან ღამით. იმ დღესვე? არა, ანუ როდესაც ეს მოვლენები ვითარდებოდა, მაშინ დაუბრუნდი და იმ დღეს, როდესაც მე უკვე მივედი დაწესებულებაში, ის ასე ვთქვათ, რაც ხდებოდა იქ, ხო, ეს ყველაფერი ფაქტიურად დასრულებული იყო. სად იყო მივლინებაში გივი მიქანაძე აღარ აკონკრეტებს. არც იმას ამბობს, გრძნობს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას 2006 წელს განვითარებულ მოვლენებს. ძალიან დამაგვიანდა. სამინისტროში ვინ დაგასაქმათ, ვინ შემოგთავაზათ, რომ ყოფილიყავით მოადგილე? კოტე კემულარია. კონსტანტინე კემულარია შაბათის ეთერს udasturებს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სწორედ მან დაასაქმა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გივი მიქანაძე. რეკომენდაცია აკადემიური წრეებიდან მიიღო. ამ დროს მეუბნებიან, რომ არის ესეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლონეთში სწავლობდა სასჯელ აღსრულების სისტემას. მას აქვს დამთავრებული უნიკალური კურსები ამ პერიოდისთვის. მე მას არ ვიცნობდი, ახალგაზრდა იყო და მე მოვიყვანე და დავნიშნე ყოველგვარი დიდი ყოყმანის გარეშე. მაშინ შევქმნით ახალი ფაქტობრივად რაზმი, მათ შორის ზედამხედველების, მათ შორის სპეცნაზიც, იუსტიციის სამინისტროში და ამაში ის დამეხმარა. კონსტანტინე კემულარია სამინისტროდან რამდენიმე თვეში წავიდა, მაგრამ მიქანაძე უწყებაში დარჩა. ისეთი ხალხი მოიყვანეს და ისევ პოლიციას დაუბრუნეს, ისაც ვიშრომეთ, რომ ის უნდა წასულიყო წესით იქიდან. ჩემი წამოსვლის მერე ისიც უნდა წასულიყო. მაგრამ დარჩა. მაგრამ იყო, ხო, ერთი წელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე. ერთი კვირა კობახიძე მიქანაძე დააწინაურა. ის პარლამენტიდან სამუშაოდ განათლების სამინისტროში გადაიყვანა. მაგრამ ამ დრომდე მის სახლთან დადის პარლამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი. ის ჩვენ პარასკევს დილით იმ დროს გადავიღეთ, როცა მიქანაძეს ველოდით. მარცხენა მხარეს მდგომი კაცი პარლამენტის მანქანის მძღოლია. მარჯვნივ მამაკაცი შავებში განათლების სამინისტროს ავტომობილზე დასაქმებული პირია. ამ დროს სახლიდან მიქანაძის დედა მარინა მიქანაძე გამოდის. პარლამენტის მანქანით დადიხართ სამსახურში? არა. ის კამერას ხედავს თუ არა გზას ფეხით აგრძელებს. ვიდრე ჩვენ ქალთან ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობთ, მძღოლი იცდის. მე ხვდება, რომ ტერიტორია უნდა დატოვოს, რადგან ესმის კითხვა, რატომ იყენებს პარლამენტის მანქანას მოქმედი მინისტრის ოჯახი. გელოდებოდათ ქალბატონო მარინა მანქანა, ანუ პარლამენტის მანქანით დადიხართ სამსახურში? ჩვენი თანდასწრებით ექიმი მარინა მიქანაძე მანქანაში არ ჩდება. ის გზას ისევ ფეხით აგრძელებს. ახლა ჩნდება კითხვა, რა უნდა პარლამენტის ბალანსზე არსებულ ავტომობილს გივი მიქანაძის სახლთან და ხომ არ იყენებს მას ყოფილი დეპუტატი პირადი მიზნებისთვის. ეს შეკითხვა ჩვენ გივი მიქანაძესაც მივწერეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ამბავს ასე განმარტავს პარლამენტის პრესამსახური.
დღეს ბატონ გივისთან მისივე თხოვნით ნამდვილად იყო მისული მისი პირადი მძღოლი, რომელიც უახლოეს დღეებში გადაინიშნება სამინისტროში. მისული იყო ბატონი გივის ყოფილი სამუშაო ოთახიდან გარკვეული ნივთების გადატანასთან დაკავშირებით შესათანხმებლად და ბატონი გივისავე მითითებით დაბრუნდა პარლამენტში. თუ მართლაც ნივთების საკითხზე სასაუბროდ დაიბარა ყოფილი მძღოლი გივი მიქანაძემ, მაშინ რატომ არ შეხვდა მას? ჩვენი ყოფნის პერიოდში მძღოლსა და განათლების მინისტრად დასაქმებულ მიქანაძეს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.